რაღაც უცნაური ფერით მოვედი, მაგრამ ჩავთე მეგობრებო. 1000 ჯერ ჩავთე, გამოვთე. და რა ვქნა, ბოლოს ესე დავჭი. როგორღაც. ხო. აბა როგორ ხარ? როგორ ჩაიარა დღე? წუხელ ვერ მოვედი თქვენთან მეგობრებო, ამიტომ მაპატიეთ, მომიტევეთ. ხო. გაიხარეთ არა მიშავს, თავად როგორ გიკითხოთ. ეხლა უყურეთ ფერის პრობლემა მაქვს, ხან იმის პრობლემა მაქვს, ხან ამის პრობლემა მაქვს მეგობრებო, ნუ არ ვიცი მოკლედ. მიზეზები არ მეელევა მგონი, ხო? ალბათ ასე ფიქრობთ. ხო. საღამო მშვიდობის ყველას. იმედია დღემ კარგად ჩაიარა, დასვენების დღეებმაც მეგობრებო. აუცილებლად კი. თავარია ჯანმრთელობა გქონდეს და მეტი არაფერი. არა უშავს. ყველაფერი გამოსწორდება. ხო. ეხლა მოდი რომელით დავიწყოთ? აბა რომელით დავიწყოთ? მოდი ამითი, არ მინდა ამითი, მოდი ისე ამითი. კითხვები არა. კითხვა პასუხი არ მაქვს მეგობრებო და არასდროს არ მექნება. ლაივით მოვედი თქვენთან. პირდაპირ ლაივით. ხო. აბა ნახოთ რა ხდება თქვენთან. რა ენერგიებია თქვენთან ვნახოთ, აბა რა ხდება მეგობრებო. აბა როგორ ენერგიებში ხართ ვნახოთ დღეს. ქვასავით ძლიერები მეგობრებო. აი თქვენი პოზიცია, ქვასავით ძლიერები ხართ კი. ხართ ქვასავით ძლიერები, რა თქმა უნდა. აი თქვენი კარტი. აი ესეთი ძლიერები ხართ. თქვენ სიტყვაზე დგახართ. აი თქვენ რო გადაწყვიტეთ, უკვე იმას აღარ გადიხართ, აღარ აბიჯებთ. აი ეს ხართ თქვენ. დღეს ესეთ ენერგიებში ხართ კი. თქვენი პოზიცია გიკავიათ და всё. ამის იქეთ. ძალიან თავდაჯერებულები, დაღლილები, მაგრამ მაინც თავდაჯერებულები. კი, ძალიან დაიღალეთ, მაგრამ მაინც თავდაჯერებულები. მიდიხართ ამ ყველაფერს. გადიხართ. ძალიან მეგობრულები, ძალიან ჰარმონიულები, ძალიან ისეთი ადამიანები მიყურებთ, რომლებიც აი ესეთები ხართ მეგობრებო. დიდთან დიდი, პატარასთან პატარა. კი, აი ესეთები ხართ. მიუხედავად ამ დაღლილობისა, ხო მაინც მეგობრულად ხართ და მაინც კარგი განწყობით ხართ. კი, ბევრ თქვენთაგანს ეხლა აქ ძალიან ისეთი ავადმყოფური სიტუაცია, ნუ ეხლა ავადმყოფური ცოტა ისეთი რთული ნათქვამია, ცოტა გრუბად ნათქვამია მეგობრებო, მაგრამ კი, თითქოს და ბევრი ჩაკეტილები ხართ, ბევრს არ გინდათ კონტაქტი არავისთან, განმარტოებულები ხართ, ნახეთ როგორი კარტი გაქვთ. ესეთ ბნელ ოთახში ზიხართ და აი ესე ხართ. გარეთაც არ გადიხართ ბევრი თქვენთაგანი, კი. ესეთი მეგობრული ადამიანები ბევრი თქვენთაგანი გარეთაც არ გადიხართ მეგობრებო. და ესეც არ შეიძლება. თუმცა მინდათ გითხრათ ის რომ ხო, აი ნახეთ, კი გაქვთ ეხლა რაღაც ესეთი დაძაბული სიტუაცია, ამას ქვია შავი ხვრელი. მაგრამ იცით რა, მეგობრებო, ნახეთ როგორი სიტუაცია იწყება თქვენთან. აი ესეთი აუცილებლად გამოსწორდება ულუჩ შენიე. ნახეთ მეგობრებო, ეხლა რა მდგომარეობაც არ უნდა გქონდეთ თქვენ. ამაზე არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი გამოსწორებადია ჩემო ძვირფასებო. ასე რომ არაფერზე არ უნდა ინერვიულოთ. ხო.
კიდევ თქვენი ენერგიები მაინტერესებს. რა ხდება თქვენთან კიდევ? კი, ბნელ ოთახში გამოსავალს ეძებთ მეგობრებო. ძალიან ბევრ ფანტაზიებში იყავით. ძალიან ბევრ რაღაცას ფანტაზიობდით, ფანტაზიორობდით თუ ფანტაზიებში ხო, ფანტაზიებში წარმოიდგენდით რაღაცეებს და აი უცებ რაღაც დაიკარგეთ მეგობრებო. თქვენს ფანტაზიებში და ილუზიებში დაიკარგეთ. ხო, აი ეხლა როგორ ხართ იცი, ცოტა გიკლიათ და რომ ლამის აფეთქდეთ, ისე ხართ, მაგრამ არა უშავს. თუმცა გარეგნულად ადამიანებს არ აჩვენებთ ამ ყველაფერს. ნახეთ, ნიღაბი გიკეთიათ, გარეთ როცა გადიხართ, როდესაც გარეთ ხართ, როდესაც სხვა გხედავთ, თქვენ სხვას ამ ყველაფერს, თქვენს შინაგან სამყაროს არ აჩვენებთ მეგობრებო. ხო, არ აჩვენებთ, თუ შიგნიდან რა ცეცხლი გიკიდიათ. შიგნიდან რა ცუდად ხართ. თქვენ შიგნით რა ხდება, ამას თქვენ არავის არ აჩვენებთ. თქვენ გარედან მოკლედ ნიღაბი გიკეთიათ მეგობრებო. ხო. თუმცა ამ ყველაფრიდან განთავისუფლება გინდათ, უკვე დაიღალეთ უკვე მეგობრებო. ძალიან გადაიღალეთ. გენატრებად წარსული, ნახეთ? გენატრებად წარსული ძალიან. წარსულს იხსენებთ. ხო, და ეს გაგძლევთ ძალიან დიდ ტკივილს. წარსულში შეიძლება რაღაცა გეწყინათ, ან პირიქით წარსულში უფრო წყენას გავს. წარსულის ტკივილები რაღაცა მეგობრებო მოსვენებას არ გაძლევთ. ხო, შეიძლება ერთეულებთან პირიქით იყოს, მაგრამ აქ უფრო ცუდი გახსენდებათ რაღაც. გინდათ რომ კარგად იყოთ, მაგრამ იმდენად ცუდი გაქვთ დალექილი შინაგანად მეგობრებო, რომ აი თქვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს. კიდე შეიძლება შეეხებოდეს პარტნიორსაც, აი ესეთ მაიმუნ ადამიანს, რომელმაც თქვენში ძალიან დიდი ტკივილი დატოვა მეგობრებო. ხო. და ეხლა ეს ტკივილი ძალიან დისკომფორტს გიქმნით. კიდე რა ხდება თქვენთან, თქვენი ენერგიები? რა ხდება თქვენთან მეგობრებო? ხო, რა ხდება და რა მეგობრებო? აი ნახეთ როგორ გინდათ აღმოცენდეს თავიდან, დაიბადოთ, გააგრძელოთ ნოლიდან ყველაფერი, აი მიწიდან რო იწყებენ, აი ზუსტად ისე მეგობრებო, კითხვაზე პასუხი არ მაქვს. და ეს გინდათ რომ აი ერთ დღეს ისეთი ბედნიერი დღე გინდათ რომ გათენდეს მეგობრებო, რომ აი ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. ყველაფრის თავიდან დაწყება გინდათ. გინდათ კი, ამ ყველაფერზე ძალიან ოცნებობთ. კი, გინდათ რომ ერთ ბედნიერ დღეს, როდესაც გაიღვიძებთ, გინდათ რომ უკვე ახალი დაბადებული იყოთ, აი ახალ დაბადებაზე ოცნებობთ. თქვენი ახალი მე. მოდი ასე ფიქრობთ ალბათ თქვენ. თუმცა გეტყვით იმას, რომ თქვენ მაინც ასე იქნებით კი. აი ერთ დღესაც გაიღვიძებთ, მეგობრებო. თქვენ ერთ დღესაც გაიღვიძებთ და აი საკუთარ თავს მიცემთ იმის, ნახეთ უბრალოდ. საკუთარ თავს მიცემთ იმის უფლებას, რომ ნახეთ, ახალი ცხოვრება დაიწყოთ. ხო. თავიდან, თუნდაც თავიდან ახალი ცხოვრების დაწყება, აი ცხოვრება და თქვენ მოინდომებთ ამისთვის. თუმცა ეს ყველაფერი ახლა თქვენთვის გაუგებარია, მაგრამ კი, ესე იქნება მეგობრებო, კი. გარწმუნებთ, რომ ასე იქნება. აი ზუსტად ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ ერთ ბედნიერ დღეს გაიღვიძებთ და იტყვით, რომ всё, მე აღარ მინდა, ჩემი წარსული მე და თქვენ თვითონვე შეცვლით თქვენ ცხოვრებას. კი. ბევრი თქვენთაგანი საკუთარ თავს საჩუქრებსაც გაუკეთებთ. აი მეგობრებო, როგორც მე ვაკეთებ ახლა ამას ყოველთვის, გარეთ რო გავდივარ, აი დღესაც მაგალითად საკუთარ თავს ყოველთვის ვაძლევ იმის უფლებას, რომ ვასი ამომნო. კი, მეგობრებო, პატარა რაღაცებით დაიწყეთ, თუნდაც ესეთი მინდვრის ყვავილებით, მეგობრებო. თუნდაც მინდვრის ყვავილებით დაიწყეთ საკუთარი თავის პატივისცემა. ისევ და ისევ თქვენ მეგობრებო, ამისთვის არავის არ ელოდოთ. ხო, არ ელოდოთ. თქვენი თავისთვის რაც გინდათ, სხვისგან არ ელოდოთ.
მეგობრებო, სანამ აქამდე არ მიხვალთ, თქვენ ცხოვრებას ვერ შეცვლით. სანამ საკუთარი თავის პატივისცემას არ ისწავლით, ვერ შეიცვლება თქვენი ცხოვრება. ხო, ეხლა არ მითხრათ, რომ არ მაქვს ფული, რომ საკუთარ თავს რაიმე ვასიამოვნო. მეგობრებო, ქუჩაში თუნდაც შეგხვდებათ ყვავილი. აი ეს ერთი ყვავილი მოწყვიტეთ. ესეც არის დასაწყისი იმის საკუთარ თავზე ზრუნვა. არ გეგონოთ, რომ რამეს არ ნიშნავს ეს. აი ესაა ზუსტად ყველაფერი, აქედან იწყება. საღამო მშვიდობის ყველას. მოგესალმებით ჯგუფის წევრებო. მშვიდობიანი ღამე ყველა თითოეულ თქვენთან. აი მეგობრებო, ყვავილი და ვარდი. აი ზუსტად ვარდი. თუნდაც ერთი კოკორი ვარდი. მეგობრებო, ხო. ეს არის იმ ბედნიერების დასაწყისი, რაც თქვენ წინსვლას და მატებას მოგცემთ. საკუთარი თავის პატივისცემა. ხო. ასე რომ დაიწყეთ. ნაბიჯ დაიწყეთ მეგობრებო. ნაბიჯ. მე მაგალითად ეხლა გაგაცინებთ რას ვაკეთებ. რას ვაკეთებ მეგობრებო, ეხლავე გაჩვენებთ რასაც ვაკეთებ. აი გაჩვენებთ მეგობრებო, რასაც ვაკეთებ და მიხვდებით. ხა. ეხლა გაგეცინებათ ბევრ თქვენთაგანს. აი რას ვაკეთებ მეგობრებო. აი რას ვაკეთებ. ალბათ იცით ეს რაც არის. ხო. აი ზუსტად არ ცდებით. აი ეს, თუნდაც ესეც. ხო გიყვართ. რამდენს გიყვართ? კევი. კევი რამდენს გიყვართ მეგობრებო. აი ზუსტად. 2 ცალი თუ 3 ცალი მაქვს ესეთი ნაყიდი. ხო, აი მინდა და ვყიდულობ, მინდა და ვღეჭავ, რატომაც არა. მინდა და ვღეჭავ მეგობრებო. ერთს კი არა, 2 და 3 ცალს ვყიდულობ. მეორესაც გაჩვენებთ. მესამე უკვე გახსნილი მაქვს. მეგობრებო, თუ არ გჯერავთ. აი ესეც არის საკუთარი თავის სიამოვნება, რატომაც არა. აი ზუსტად მეგობრებო, რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ გიხარიათ, იმით დაიწყეთ და ნელ-ნელა გაზრდით ამ პროცესს, გარწმუნებთ და ეს ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ. კი. ამას თუ არ გააკეთებთ, მე არ ვიცი. არ ვიცი მეგობრებო. ხო. სულ მაქვს ჩანთაში, სულ ჩემო ძვირფასებო, აი სულ მაქვს ჩანთაში. თქვენ ჩემი ჩანთა რო ნახოთ გაგიჟდებით, იმდენი რაღაცა მაქვსით. მჭირდება, არ მჭირდება, მაინც მაქვს. კი, ნუ რა ვქნა, მინდა და მაქვს. მერე რა, რამდენი ხანი შეგიძლია, იმდენი ხანი ღეჭე. რა პრობლემაა? ხა. ხამე, როდესაც ვერ ვიძინებ, ვღეჭავ და ვიძინებ. ხა, მეგობრებო, აი ნახეთ მეგობრებო. თქვენი სურვილები უნდა აისრულოთ. ნახეთ? პარაშ ძენიე მეჩწი, რა აწერია? აი ხედავთ, ხო? აი მეგობრებო, საკუთარი ბავშვი უნდა გაახაროთ. ხო, ამის დროა მოსული. დრო. რომ საკუთარი ბავშვი გაახაროთ მეგობრებო. ხო, აღარ დაიღალეთ ამდენი გულის ტკივილით. აღარ დაიღალეთ მეგობრებო. აი მეგობრებო. აი თქვენ გულს რაც უხარია, ის უნდა გააკეთოთ. თუნდაც ღეჭეთ ბავშვივით. თუნდაც ბუშტები ბერეთ იმჟუაჭკით. რატომაც არა მეგობრებო? აი რატომაც არა? აი მე მიხარია და ვაკეთებ ზუსტად იმას, რაც მიხარია. კი. აი ესე ვიქცევი ზუსტად. დედას გეფიცებით თუ ტყუოდე. ზუსტად მასე ვიქცევი, რაც მიხარია. ხო, მაგრამ პარტნიორს ვერ ჩაატევ ჩანთაში. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, თქვენ უკვე უნდა კი პარტნიორს უნდა დაანებოთ თავი და აი ესეთი უნდა იყოს თქვენ ბავშვები, ბავშვი, რასაც აკეთებს. თქვენც ხო იცით, ახლა ბავშვები რას აკეთებენ? აი ამას აქში ახლა რას აკეთებთ? თუნდაც წყალში გავიარე მეგობრებო, წვიმაში და რა? აი თუნდაც გავიარე წვიმაში? წვიმაში გავიარე წყალში. მინდა და გავიარე მეგობრებო. ბალიკების გარეშე გავიარე და რა პრობლემაა? რო დავისვარე, რა ამერე რო დავისვარე? თუნდაც სილაში ვითამაშე, რა ამერე? აი მე მინდა და იმას ვაკეთებ, რაც მინდა. ხა. საკუთარი თავის სიყვარული, იქ სადაც საჭიროა და იქ სადაც თქვენ ჩათვლით, რასაც ჩათვლით, ის უნდა აკეთოთ მეგობრებო. აქედანვე იწყება თქვენი თავის პატივისცემა, იცოდეთ. ბევრი შეიძლება ამას ვერც წარმოიდგენთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ აი აქედან იწყება ზუსტად. კი, აი აქედან.
აი ამ ნაბიჯებით უნდა დაიწყოთ. თავიდან უნდა დაიწყოთ სიარული, თავიდან უნდა დაიწყოთ ბავშვისთვის ზრუნვა და ეს ბავშვი თქვენ ხართ. და თქვენ თავზე თქვენ უნდა იზრუნოთ. და მე სამყარო შეცვლის ყველაფერს მეგობრებო, ისე როგორც თქვენ გეკადრებათ. ამას გეუბნებით ყოველთვის. ამას გიხსნით ყოველთვის და ეს მომაქვს ყოველთვის თქვენთან. ხა. აი ასე. კოლექციას ვაკეთებ ნიღბების. ძალიან მიყვარს და რა ვქნა? ნიღბების კოლექციას ვაკეთებ. კი. რაც მინდა იმას ვაკეთებ მეგობრებო. ასე რომ თქვენც უნდა დაიწყოთ. მოკლედ. ეხლა ჩვენი დღევანდელი საჯარო თემა რა არის? ხო, საკუთარ თავს უნდა მიცეთ мотиваცია. გადავჭეხე კარტი და საკუთარ თავს უნდა მოთხოვოთ ეს ყველაფერი მეგობრებო, საკუთარ თავთან უნდა იმუშაოთ. ყველაზე მთავარი საკუთარ თავთან უნდა იმუშაოთ მეგობრებო. სხვანაირად არ გამოგივათ, იცოდეთ. მოდი ვნახოთ ჩვენი დღევანდელი თემა. რა არის? არ გადმოვაბრუნებ კარტს, ასევე სწორ ფორმაში წავიკითხავ. აი ესეთ სწორ ფორმაში. გაიხარე მორიელი, როგორ ხარ? საღამო მშვიდობის ყველას მეგობრებო. აი ესეთ სწორ ფორმაში წავიკითხავ მეგობრებო დღეს. ამ საღამოს კარტებს. ტაროს წავიკითხავ ესე. იმედია ყველანი კარგად ხართ. მორიელ, როგორ არის შენი გზავრობის საქმე. იმედია ყველაფერი კარგად გაქვს. შემოთავაზებები. რაღაც შემოთავაზებას ელოდებით, მეგობრებო. რას ელოდებით? რას ელოდებით? ვის ელოდებით? პარტნიორს ელოდებით, ბევრი თქვენთაგანია, მეგობრებო. ბევრი თქვენთაგანი პარტნიორს ელოდებით. რომ მოვა ის პარტნიორი და შემოგთავაზებთ რაღაცას, ხო? აბა აღიარეთ, რამდენი ელოდებით ამას, მეგობრებო. თითქმის უმეტესობაა. ხა. ნეტა მეც ასე ვფიქრობ? ხო, აბა მე გადამდგმელი არ ვარ ფეხის არაფრის, ნაბიჯების. ოჰო, პარიზში წასვლა ძალიან კაია, მორიელი. ხა, ოხო, მეგობრებო. აი რა ვქნა, შეხედეთ ახლა. ელოდებით პარტნიორს, რომელიც ნახეთ მეგობრებო, ქვემოდან რა კარტია? მოვა და ესე სიყვარულს შემოგთავაზებთ. ოიმე. არ მიიღო. ნუ მიიღებ. უბრალოდ ზოგი იცით რისთვის ელოდებით, რომ თქვენი დაკარგული ენერგია დაიბრუნოთ. ხო? მეგობრებო. თქვენ რო წახვიდეთ მერე. ხო, აი ზუსტად რაც თქვი ისა, რო არ მიიღებ. მან ხო წავიდა თქვენგან. ეხლა თქვენ წახვალთ მისგან და ესაა ზუსტად გაცვლითი ენერგია, დაბრუნება უკან. ხო, კიდე ქვემოთ რა არის? ხო, მეგობრებო. ელოდება. გელოდებათ. თქვენ ელოდები, მოკლედ ლოდინის რეჟიმი გაქვთ ჩართული. ლოდინის რეჟიმი გაქვთ ჩართული და ორივე ერთმანეთზე გადაფსკუნილები ხართ რო იყვენ, აი შერეკილებში როა. გადაფსკუნილებიო, მეგობრებო. ხა. მეგობრებო, წერილი. ელოდებით შეტყობინებას მისგან. მისგან ელოდებით შეტყობინებას. და რა ვქნა, ელოდებით და ჩემი რა ბრალია მეგობრებო, ახლა მე არ გამომიხდეთ აქ. მე ახლა შესაფერის თემას ვარჩევ. ხო, აბა რას ელოდით ახლა? აი ზუსტადაც მასე უნდა. აი არ უნდა უპასუხო ზუსტად და იბლოკოს და იყოს. არა ვიშავს სხვა აკაუნტით შემოვა, სხვა ნომრით დაგირეკავს, მაგაზე არ ინერვიულო. მეც რომ დამირეკოს, მეც მასე მოვიქცევი, დედას გეფიცებით. იმიტომ რომ მე უკვე ასე
ასე საუბრით, ტელეფონით, მიწერ-მოწერით, გამორიცხულია უბრალოდ, რომ ეხა გაუბა საუბარი. სანამ ასე წინ არ დამიდგება, მეგობრებო, ასე, ასე, გამორიცხულია უბრალოდ. ხა, დავამთავრე უკვე. 2 წლის ბავშვი აღარ ვარ. გამორიცხულია დედას გეფიცებით. აი რომ ასე მსგავსი რამე გავაკეთო. ვისი საიტითაც უნდა იმით მწეროს. ვისი ნომრითაც უნდა იმიდან დამირეკოს. გამორიცხულია რომ უპასუხო. აი ასე. ზუსტად. კეთილი ინებოს და დამიდგეს წინ და დამელაპარაკოს. არანაირი ლაივის ჩართვა. არანაირი ზარით დარეკვა და დანახული ტელეფონით. გამორიცხულია. არც Skype-ი ვიცი, არც Viber-ი ვიცი და არც WhatsApp-ი ვიცი. პირისპირ მეგობრებო. მორჩა კინო, თუ არ უნდა წევიდე სახში. აი ზუსტად. სანამ არ დაიჩოქებს, სანამ არ და აი ის მომენტი, ის სიტყვები უნდა დავუბრუნო უკან რაც იკადრა. აი ზუსტად. მე ველოდები მაგას, რომ აი ის სიტყვები უნდა დავუბრუნო უკან რაც იკადრა. აი ზუსტად შემეხვეწებიო რო თქვა. დამიჩოქებო, აი მათხოვრობას დამიწყებო რო თქვა. აი ზუსტად ის სიტყვები უნდა დავიბრუნო უკან მეგობრებო. ვინ ვის დაუჩოქებს და ვინ ვის დაუწყებს მათხოვრობას უნდა ვნახო. ვინ ვისი მათხოვარი გახდება უნდა ვნახო მეგობრებო. ხო. აი ასე. ზუსტად. ძალიან ცუდად გამიცნო. კარგით მეგობრებო, მოდი ახლა ნახოთ როგორც ვატყობ დღეს ჩვენ ისევ და ისევ პარტნიორზე ვისაუბრებთ. მე მგონი ზუსტად ისევ და ისევ პარტნიორზე ვისაუბრებ. ხო, ეხლა ერთს გადავჩეხავ და აი რაც ამოვა იმაზე ვისაუბროთ. რაც ამოვა მეგობრებო. ფინანსები. ფინანსებზე ფიქრობთ უკვე თქვენ. ფინანსებზე ფიქრობთ უკვე მეგობრებო. თქვენს კეთილდღეობაზე ფიქრობთ უკვე, თქვენს ბედნიერებაზე ფიქრობთ უკვე, თქვენს სულიერ სიმშვიდეზე ფიქრობთ უკვე. აი როგორ გამოხვიდეთ ამ ყოლაფრიდან, ამ წარსულიდან, ამ დაბრკოლებებიდან, ეს არის თქვენი გაკვეთილი, რაც გაიარეთ. ხო, აი ზუსტად. დამთავრებულია მე საქმე. ზუსტადაც დავამთავრე, აბა რა. ფინანსებზე გადავერთე ზუსტად. აი ახლა ეს აქ რაცა მეგობრებო, აი ამის მეტი იქეთ არაფერი აღარ მაინტერესებს მე. ესეც ჩემი წვალებით, ახლა იტალიაში ციდან არ იყრება ფულები, იცით ხო? ალბათ ევროები. არც ხიზირში ყრია, არც ვარსკვლავები ვით ცვივა ზემოდან, როგორც შოვილობთ, ყველამ ძალიან კარგად იცის. აი ესე წვალებით შოვილობ მე. ჩემი პატიოსანი შრომით. რაც მაქვს, ყველაფერი მაქვს ჩემი პატიოსანი შრომით. აი იმ ადამიანის მერე ზუსტად რაც ის დავტოვე. ხო. აი ამაზე ვფიქრობ ზუსტად მე, მეგობრებო, თქვენს თვალწინ ამოვიღე. მეძე არ მეტი არაფერი არ მაინტერესებს მე. ხო. ეხლა სადაც მუშაობ, ბებია ჩემი მეუბნება, სადაც მუშაობ, ბებია ჩემი მეუბნება. გაგირიგებ ვინმეს გინდაო? მე უთხარი არ გამაგონო. არ მაქვს ინტერესი უთხარი. ხო. აი მეგობრებო, თქვენც რომ ესე იზამთ, თქვენც რომ ესე მოიქცევით, თქვენ რო ვერ წარმოგიდგენიათ, ისე წამოვა ფინანსები თქვენთან. ეხლა მე აი ამას ვერ გეტყვით ეხლა საიდან წამოვა, მაგრამ ერთმა მკითხა არ მუშაობო და როგორ ვიყიდიო იმასო და ფული არ მაქვს და როგორო. მეც არ მქონდა ფული, მაგრამ როგორც კი დავტოვე დასატოვებელი, ვინც იყო ის, მეგობრებო, აი გამოჩნდა ფინანსებიც, გამოჩნდა სამსახურიც, გამოჩნდა დავსაქმდი, დავკავდი, გზა გამოჩნდა მეგობრებო. ხო, აი ესე გამოგიჩნდებათ ყველა თქვენი გზა. ამაზე არის ნერვიულოთ. უცხო ხილი მაისი. აი ასე, მორიელი. რა უცხო ხილზე ლაპარაკობ? და რა მაისი? შენ მაგეთ ეძებ, მორიელი. ვინც ეძებს, იგი პოულობს. ვინც რისკავს, იგი სვამს შამპანურს. ხო და მიდი და გახსენი შამპანური მორიელი. აიც ვერ ამოვიღე, რაზე უნდა ვისაუბრო დღეს.
სამართლიანობაზე. სამართლიან პარტნიორზე. აი მეგობრებო, ქვემოდან რა კარტია? აი მოდი ამაზე ვისაუბროთ ახლა. სამართლიანი პარტნიორი. ვინ არის და როგორია ის? აი თქვენი პარტნიორი. მეგობრებო, სამართლიანი პარტნიორი. ხო გინდათ პარტნიორი? ხო და აი თქვენი სამართლიანი პარტნიორი. ხო, ეხლა დავიწერო უნდა სათაური. სხვანაირად არ გამოვა. აბა რა. სამართლიანი პარტნიორი. ხო გინდათ მეგობრებო სამართლიანი პარტნიორი, ხო და აჰა, მოდის. ან თქვენს პარტნიორს მოსთხოვთ სამართლიანობას, ან ახალი პარტნიორი მოდის. ეხლა გავარკვევთ ამას რა ხდება. ხო, ამასაც გავარკვევთ მეგობრებო. აი ზუსტად მეგობრებო, თორე ეხლა როგორ ფიქრობთ ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა მე ამდენი ტანჯვის, ამდენი სიბოროტის, ამდენი ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ, ამდენი დამცირების, დამიწების, დაქვესკნელების შემდეგ. როგორ ფიქრობთ ეხლა? რამ გადამარჩინა, ხომ არ მეტყვით? ისევ და ისევ ამ ქვეყანამ. ხო, აი ზუსტად, ვისაც უნდა იმას ეწყინოს. ძალიან მიყვარს აქაურობა. მიუხედავად იმისა, რომ შრომატევადია ძალიან და როგორი შრომატევადია კი ვიცით, მაინც მიყვარს აქაურობა, იმიტომ რომ მე აქ ცხოვრება გავაგრძელე. რა ვქნა? ხო, სანამ შემიძლია ვიქნები აქ. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, ვის ჩაი, ვის წყალი, ნუ ყავა თუ გინდათ ყავაც დალიეთ და დავიწყოთ ეხლა სამართლიანი პარტნიორი. როგორი იქნება თქვენი პარტნიორის სამართალი? აბა ვნახოთ ჯერ ვინ არის ის, ვინც შემოვა თქვენს ცხოვრებაში? რა ენერგიების იქნება თქვენი პარტნიორი? მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ. თქვენი პარტნიორის ენერგიები ვნახოთ. მეგობრებო, მისი ჭირი მე. მეგობრებო, ქვემოდან რა კარტია? ადამიანი, თქვენი პარტნიორი, რომელსაც ექნება წარმატება, შემოსავალი, სირთულეების გადალახვაც შეიძლება ამ ადამიანს. ადამიანი იქნება ძალიან წარმატებული, ძალიან ბევრი მოლაპარაკებები ექნება, ძალიან ბევრი შემოთავაზებები ექნება და ეს ადამიანი, მეგობრებო, ძალიან თბილი და ნახეთ ქვემოდან რა კარტია? ძალიან თბილი და მოსიყვარულე იქნება. ეს აი მეგობრებო, თქვენი პარტნიორი. ხო, ძალიან თბილი და მოსიყვარულე იქნება. ეს ადამიანი იქნება აი მგზავრი, ან მგზავრობის დროს გაიცნობთ. ეხლა პირდაპირ მნიშვნელობით მეგობრებო, შეიძლება ინტერნეტითაც გაიცნოთ. სიტყვაზე ვამბობ. მგზავრობა მარტო იმას არ ნიშნავს, რომ მე ავტობუსში ჩაჯდე, თვითმფრინავში ჩაჯდე, მატარებელში ჩაჯდე ან ტაქსში. ყველაფერი შედის მგზავრობაში. ინტერნეტ ნაცნობობაც შედის მგზავრობაში. ესეც ერთ-ერთ გადაადგილების მგზავრობის დანიშნულებად ითვლება იცოდეთ. ხო. კი ბატონო. აი მეგობრებო, თქვენი პარტნიორი იქნება ძალიან თბილი და მოსიყვარულე, ძალიან რომანტიული, ძალიან წინდახედული. ამ ადამიანს ეს არის ახალი შესაძლებლობა, ეს არის ახალი პარტნიორი მეგობრებო. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს იქნება ახალი პარტნიორი. ხა, სამართლიანი პარტნიორი და ახალი პარტნიორი. პირველი 4 კარტი სიახლეებისა მეგობრებო, აი პროსტა უბრალოდ ეხლა ყოველთვის ვამბობ და ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას. სათაური და შესაბამისი პირველი კარტები უბრალოდ დააკვირდით. სამართლიანი პარტნიორი მეთქი და სულ პარტნიორის კარტები ამოვიდა მეგობრებო. ხო? როგორ იქნება თქვენი პარტნიორი და ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ერთგული, ძალიან თავდადებული, ძალიან მშრომელი, კეთილსინდისიერი ადამიანი.
აი შეიძლება მეგობრებო გაიცნოთ, აი ნახეთ პირდაპირი მნიშვნელობითაც რაღაცა შემოგთავაზოთ, ან შეეჩეხოთ, ან რაღაც სავაჭრო ცენტრში შეხვიდოთ, თითქოს რაღაც იყიდოთ და უცებ ამ ადამიანმა რაღაც შემოგთავაზოთ, ან წყალი შემოგთავაზოთ, ან შეიძლება შეგეკითხოთ აი მაგალითად რომელი საათია, ან ეს სად არის, ან ის სად არის, ან საით მიდის ეს ავტობუსი, ან ეს თვითფრინავი საით მიდის, ან თქვენ რომელ თვითფრინავში იჯდებთ, აი რაღაც მსგავსი მეგობრებოს, თქვენი სიტყვა დაიჭირეთ. ხო. აი რაღაც შეხება გექნებათ. ერთთან, ერთმანეთთან, თითქოს რაღაც შეხება გექნებათ მეგობრებო. ხო. თქვენ ამ ადამიანს გაიცნობთ, აი ნახეთ კიდევ ჯერ ეს ერთი თქვენ ამ ყველაფერს უფალს ევედრებით და სხვათა შორის შეიძლება თვითონაც ეძებდეს თავის შესადარ პარტნიორს. ეს ადამიანი თვითონაც გულგატეხილი იქნება, თუმცა თქვენ შეხვდებით ამ ადამიანს გეუბნები გადაადგილების დროს, შეიძლება ისეთ დროს შეხვდეთ ამ ადამიანს თითქოს რაღაც გაბრაზებული მიდიოდეთ სადღაცა, შეიძლება გადაადგილდებოდეთ რაღაც ძალიან მოწყენილი ან რაღაც დაღვრემილი, რაღაც გულგატეხილი, თითქოს სადღაც გადაადგილდებოდეთ თქვენს და თქვენ ამ დროს გაიცნობთ ამ ადამიანს მეგობრებო. ხო, აი ასე. კინოში რომ ჩვენი შემოფეთებისა იყოსო. აი ზუსტად ესე მეგობრებო. თანამშრომელიც წავა, რატომაც არა? ორიელი. ყველაფერი წავა, უბრალოდ ეს არის ახალი პარტნიორი. ამ ადამიანთან ადრე თქვენ შეხება არ გქონდათ, ეს არის ახალი. ახალი პარტნიორია, თქვენ ამ ადამიანს ახლოდან არ იცნობთ. ხო, კიდევ. ხო, უყურეთ ახლა. ახლოდან არ იცნობთ მეგობრებო, გეუბნებით ეს არის ინტერნეტ ნაცნობობა, სამყარო. ახლოდან არ იცნობთ, მაგრამ გადაკვეთილი ხართ უკვე ერთმანეთთან. მოდი ასე ვიტყვი. ხო. მოდი ასე ვიტყვი, თქვენ უკვე გადაკვეთილი ხართ, ეს რადგან ასეა, თქვენ უკვე იცნობთ ამ ადამიანს, ოღონდ ახლოდან არ იცნობთ მეგობრებო. ხო, თქვენ ახლოდან არ იცნობთ ამ ადამიანს. არა მეგობრებო. თქვენ ახლოდან არ იცნობთ, უბრალოდ იცნობთ, თითქოს იცნობთ არა, თუ არ იცნობთ, რაღაც გადაკვეთა არის, იმიტომ რომ თქვენ უყურებთ ამ ადამიანს, თუ ეს ადამიანი გიყურებთ, ეს ადამიანი თქვენ გიყურებთ, მეგობრებო, სადღაც გხედავთ, ეხლა ამას ჩავთვლით ისე რომ ჩახმალულია, მაგრამ ხო, ეხლა ამ შემთხვევაში ამ კაცს ასე არ ახსნი, უბრალოდ ძალიან აქტიურია თავის ცხოვრებაში ეს ადამიანი, სტაბილურად არის თავის ცხოვრებაში, კიდევ აღწერ ამას და ეს არის სამყარო, ეს არის ინტერნეტ ნაცნობობა, ჩემო მეგობრებო. ეს არის ინტერნეტ ნაცნობობა და თქვენ უკვე ამ ადამიანს იცნობთ, ანუ თქვენი გზები უკვე გადაკვეთილია. კი. აი ასე. ძალიანაც კარგი. ძალიანაც კარგი. ორიელი გაგვაცანი, ვინ გაიცანი, მორიელი. ხო. მოდით ახლა გავაგრძელოთ. ძალიანაც კარგი თუ გაიცანით უკვე და გადაკვეთილია უკვე მეგობრებო. აბა ახლა გავაგრძელოთ. ხო. მოდი შევეკითხოთ ახლა მის საქმიანობაზე. ხო, აი მეგობრებო, ახალი, თითქოს ახალი მეგობრებო. ახალი. დაწყება, გამოგონება, ახალი წამოწყება. კი, მეგობრებო, ახალი წამოწყება, ეს არის ახალი პარტნიორი. ახალი პარტნიორი. კიდევ რას გვეტყვის ახალ პარტნიორზე? ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი გამარჯვებები აქვს. ადამიანი, რომელიც წინ იხედება, უკან აღარ იხედება მეგობრებო, ადამიანი, რომელიც იხედება წინ. კი, ადამიანი, რომელმაც ახალი ცხოვრება დაიწყო, სუფთა ფურცლიდან, ახალი ფურცლიდან და სავარაუდოდ კიდევ თქვენთან ერთად შეიძლება მეგობრებო არ გამოვიწყავ ხა ის ხო არა, მართლაც იყვეთ შეყვარებულები და იყვეთ რაღაცა, ხო, ანუ ადამიანი არის მეგობარი, ადამიანი შეიძლება იყოს მეგობარიც, ახალგაცნობილი, რა პრობლემაა? კი, ეს გზა უნდა ანუ თქვენი შეხვედრა, თქვენი ერთად შეხვედრა იყო ბედის საკითხი. მაპატიეთ.
ბედის ბორბალი, აქ ბედი ჩაირია და სამყარო, მეგობრებო. ბედი და სამყარო ჩაირია ამ ყველაფერში, ასე რომ კი, ამ ადამიანს თქვენ უნდა შეხვედროდით, მხოლოდ იმიტომ რომ აი თქვენ რაღაც სიახლეები დაგეწყოთ, რაღაც ცხოვრება სხვანაირად დაგეწყოთ, რაღაცის იმედი მოგცემოდათ. თითქოს რაღაცა აი მოდი ვკითხოთ. კიდევ რა რისთვის იყო საჭირო ამ ადამიანის თქვენ ცხოვრებაში შემოსვლა? მოდი ვკითხავ ახლა მეგობრებო. აი რისთვის იყო საჭირო? რომ გეფიქრათ თქვენს მომავალზე. რო არ გეცხოვრათ წარსულის ტყუილებში მეგობრებო. აი მეგობრებო უბრალოდ. ხო, რომ ეს რთული გზა დაგესრულებიათ, რომ გამოხვიდეთ ცუდის ფიქრზე. ხო, რომ ბალანსში მოიყვანოთ საკუთარი თავი მეგობრებო. ბალანსში. აი ასე, კიდევ რას მოგიტანთ ეს ადამიანი, მეგობრებო? მოდი ვკითხოთ ახლა. რა სიახლეებს მოიტანს თქვენ ცხოვრებაში ეს ადამიანი? რა სიახლეებს მოიტანს? მეგობრებო, აი რას მოიტანს და აი ნახეთ მეგობრებო. თუ ვინმეს უფულობის შიში გაქვთ მეგობრებო. ეს ადამიანი გასწავლით თუ აი როგორ იყოთ სტაბილურობაში. რომ ესე მხოლოდ მე და ჩემია ესე არ შეიძლება. კიდევ რას მოგიტანთ და სტაბილურობას მოგიტანთ, ამ ადამიანის ნაცნობობა, სიმშვიდეს მოგიტანთ, ერთგულებას მოგიტანთ. ეს იქნება მეგობრებო, აი იცით როგორი, ძალიან ახლა შეძენილი მეგობარი, თითქოს მეგობრები იქნებით, იმეგობრებთ და ეს მოგიტანთ ძალიან დიდ აი როგორ ვთქვა, აი წახალისება, წაგახალისებთ, აი თითქოს ხო რაღაც სულ სხვანაირად შეხედავთ ცხოვრებას, სულ სხვანაირი გუნება განწყობა დაგეუფლებათ, სულ სხვანაირი შეგრძნებები დაგეუფლებათ, მეგობრებო. საქმე იმაში ხო არაა, რომ აი რამდენ ადამიანს გაიცნოთ, ყველაზე იფიქროთ ის, რომ მაინდა-მაინც ან უნდა იქორწინოთ, ან საყვარელი უნდა იყოთ, ცუდზე ხო არ უნდა იფიქროთ. ხო შეიძლება რომ მეგობრებიც გავიცნოთ. ხო, მეგობრებო, ხო. ხო, აი მეგობრებო, ეს ადამიანი გასწავლით პასუხისმგებლობის აღებას, ეხლა ცუდად არ გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ გასწავლით როგორ უნდა იყოს ძლიერები. ეს ადამიანი გასწავლით აი მოქმედებას თუ როგორ უნდა, აი რაღაცნაირად სტიმულს მოგცემთ მეგობრებო, ეს ადამიანი მოგცემს სტიმულს. ეს ბევრი შემთხვევაში მამაკაცი მიყურებს თუ ქალბატონი არ აქვს მნიშვნელობა. ქალია მეგობრებო. ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა თქვენ, ეს არის ქალი. ხო. ხო. დაგეხმარებათ თითქოს აი გადაწყვეტილების მიღებაში. თითქოს რაღაც საკითხი დადგება თქვენ ცხოვრებაში, ნახეთ ქვემოდან რა კარტია, მიჯაჭულობის კარტი. ან ეხლა დგას ეს პერიოდი მეგობრებო. შეიძლება ეს პერიოდი ეხლა დგას თქვენ ცხოვრებაში და რაღაც დანაკარგს განიცდით და ეს ადამიანი დაგეხმარებათ რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს. არ გამოვრიცხავ. ეს ადამიანი დაგეხმარებათ სურვილების ასრულებაში. ნახეთ ქვემოდან რა კარტებია მეგობრებო. ძალიან ბევრი სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ. აი უბრალოდ მინდა ახლა კიდევ გაჩვენოთ. სურვილების ასრულებაში ეს არის მანძილზე, მეგობრებო. ეს არის ინტერნეტ ნაცნობობა და ბევრი თქვენთაგანი ამ ადამიანთან შეიძლება მივიდეს ქორწინებაზეც, ნიშნობაზეც, ჯვრისწერაზეც, არ გამოვრიცხავ მეგობრებო. ხო, ქვემოდან რა არის? კი, აი ესე დაღლილები რო ხართ. ესე გონება ქანს გაცლილები რო ხართ. აი რწმენაც რო აღარ გაქვთ. აი ოცნებებზე ფიქრი ზედმეტი იყო. აი ამ ყველაფრიდან, ამ სტრესიდან გამოგიყვანთ ეს ადამიანი მეგობრებო. ამ მარტოობიდან გამოგიყვანთ. ამ განდეგილობიდან გამოგიყვანთ. ამ ჩახმალული, ჩახანჯლული პროცესიდან, პერიოდიდან გამოგიყვანთ ეს ადამიანი. გასწავლით და დაგიბრუნებთ ცხოვრების ხალის. აი რაღაც ძალას მოგცემთ, რაღაც ენერგიას მოგცემთ. აი რაღაცას ისეც დაიბრუნებთ ამ ადამიანის მეშვეობით, რომ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება მეგობრებო. ენერგეტიკულადაც შეიცვლება თქვენი ცხოვრება. გარწმუნებთ. კი. ამიტომ ასეა.
მოდით ახლა მე უნდა ვკითხო კარტს. თქვენი რეაქცია მაინტერესებს ამ დროს. თქვენი რეაქცია ახლა ამ დროს, ამ ყველაფრის, აი ესეთი ადამიანის შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში, შემოსულია თუ შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში, თქვენი რეაქცია ამ დროს მეგობრებო. თქვენი რეაქცია, თქვენი რწმენა ამ დროს. კი, ბევრი თქვენთაგანი პასუხისმგებლობით მოეკიდებით ამ ყველაფერს, ეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. კი, მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანი უკან არ დაიხევს, მიიღებს ამ ადამიანს. მიიღებთ, კი, იმიტომ რომ გჭირდებათ. კი, მეგობრებო. კი, თქვენ გადაეკვეთებით, ან გადაეკვეთეთ უკვე ამ ადამიანს და ეს ადამიანი დაგიბრუნებთ, მოგცემთ აი ბრძოლის ჟინს. ეს ადამიანი მოგცემთ სტიმულს. ეს ადამიანი თქვენ აი ამ ადამიანის გვერდით უსაფრთხოდ იგრძნობთ თავს. აი რაღაცნაირად იგრძნობთ თავს, მეგობრებო. გამბედაობას მოგცემთ კიდევ, აი სტიმულს მოგცემთ ეს ადამიანი. აი გეუბნებით ეს ადამიანი მოგცემთ სტიმულს. კი. ბევრი თქვენთაგანი დაიბრუნებს აი ბევრი თქვენთაგანი ცხოვრება ისე შეიცვლება მეგობრებო რომ თქვენ ფინანსები გაგეზრდებათ, ფინანსური ნაკადი არხი გაგეხსნებათ და შედეგებს ძალიან მალე დაინახავთ. ხო, აი როგორც მშვიდეს მოგიტანთ. ძალიან დამშვიდდებით თქვენ ამ ადამიანის გადაკვეთით, თუ კი არ ხართ გადაკვეთილები მეგობრებო, თქვენ ამ ადამიანის გადაკვეთით ძალიან დამშვიდდებით. აი ენერგეტიკულად ძალიან დამშვიდდებით მეგობრებო. არ გეგონოთ ეხლა რომ თუნდაც ინტერნეტ ნაცნობობა არაფერს ნიშნავს. ყველაფერს ნიშნავს მეგობრებო. არა აქვს მნიშვნელობა თქვენ მანძილზე იმეგობრებთ, თუ მანძილზე იმესიჯებთ, თუ პირისპირ დაუდგებით ერთმანეთს. ადამიანი, როდესაც სამყაროდან გამოგზავნილია და ეს ადამიანი მოდის თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრება შეცვალოს, საკმარისია ისიც რომ თუნდაც ინტერნეტით გადაიკვეთოთ, რადიკალურად შეიცვლება თქვენი ცხოვრება, გარწმუნებთ. ყავთ არ ყავთ ეს ადამიანი პირისპირ ნანახი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც კარგი განზრახვით იკვეთებით ადამიანები ერთმანეთისკენ, მეგობრებო, ისიც საკმარისია უკვე რომ თუნდაც ინტერნეტ ნაცნობობაა. თქვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება აქედან უკეთესობისკენ. 1000%-ით გარწმუნებთ. კი. აი ესეა. მანძილიდანაც კი. ხო. კი, თქვენ მიიღებთ ამ ადამიანს, კი, აუცილებლად მიიღებთ და ინტერესით მიიღებთ მეგობრებო. ინტერესით მიიღებთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრ თქვენს სურვილს აგისრულებთ. ეს ადამიანი თუნდაც გასწავლით როგორ მიაღწიოთ რაღაცეებს. არ ვიცი მეგობრებო, ხო რა ენაზე აგიხსნათ, მაგრამ ხო, ნუ არ ვიცი, მაგრამ აი რასაც ამბობს კარტი კი. რასაც ამბობს კარტი კი. ბევრი თქვენთაგანი შეიძლება ბავშვობაში რაღაც გქონდათ ნატურა, ან შეიძლება წარსულში, შორი ახლო წარსულში რაღაც ინატრეთ და არ ვიცი რა ინატრეთ ესეთი მეგობრებო, მაგრამ კი რაღაც წარსულიდან მოდის ეს მოდის წარსულიდან, ეს ნატურა, ბავშვური ნატრა თითქოს, ნატურა, ხო. რაღაც ასეთი. შეიძლება თქვენს წარსულ ცხოვრებაში ყავდათ ვინმე ესეთი მეგობარი, ან გულით საყვარელი ადამიანი, ვისაც ან მიამგავნებთ, ან რაღაც მსგავსი მეგობრებო, არ ვიცი ხა აქ ყველაფერს ასე ვერ გადმოვცემ, რისი თქმაც მინდა, უბრალოდ თქვენი სიტყვები დაიჭირეთ და დასკვნები გამოიტანეთ თქვენ თვითონვე თქვენს გონებაში, რასაც საუბრობ ახლა მეგობრებო. მე ხო არ ვიცი ხა ამდენ ადამიანთან რა მოხდება და როგორ მოხდება. ხო, აი პასუხისმგებლობას მეგობრებო, აი როგორ მინდა გითხრათ, რომ აი თითქოს და სხვანაირი გახდებით ამ ადამიანის შემოსვლით თქვენ ცხოვრებაში. სულ სხვანაირად იგრძნობთ თავს, სხვანაირი იყავით და სულ სხვანაირი გახდებით. სხვანაირი პასუხისმგებლობით მოეკიდებით თქვენ ცხოვრებას. ეხლა ეს ყველაფერი თქვენთვის ძალიან გაუგებარია, რასაც მე ვსაუბრობ, მაგრამ მოვა დრო და მიხვდებით. მოვა დრო და მიხვდებით. კი, მოვიდეს და მოვა მეგობრებო, თქვენ არ გეგონოთ რომ ამ ადამიანს თქვენ სადმე გვერდს აუვლით. არა, ეს მოდის სამყაროდან, ამიტომ არ გეგონოთ რომ თქვენ მას გვერდს აუვლით. ვერაფრით ვერ აუვლით გვერდს.
თუნდაც ინტერნეტ ნაცნობობა, მაინც მოხდება, მაინც გადაიკვეთება თქვენი გზები. სხვა თუ ვერაფერი ამ ადამიანმა სავარაუდოდ თქვენი ცხოვრება უნდა შეცვალოს. რაღაცები უნდა გასწავლოთ, რაღაცები უნდა დაგარიგოთ. ან აი რაღაც მეგობრებო. ეს ადამიანი აუცილებელია თქვენ ცხოვრებაში. თუნდაც ენერგეტიკულად. ვინ არის ის? ვინ არის ის, ვინც არის? ძალიან ძლიერი, მეგობრებო. ძალიან ძლიერი ადამიანია ის, ვინც არის. და ვინ შემოვა თუ შემოსულია. უძლიერესია. მეგობრებო. ძლიერზე ძლიერი ადამიანია. ადამიანი, რომელიცაც ეყარება კონტროლი, ადამიანს, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია და ძალა აქვს, ადამიანი, რომელიც დაგებრუნებთ რწმენას, ადამიანი, რომელიც გასწავლით რაღაცას, ეხლა არ მითხრათ, რომ მე ყველაფერი ვიცი და არ მჭირდება არავის სწავლა. მეგობრებო, ესე არ ვიფიქროთ უბრალოდ. ხო, ამიტომ კი. მოკლედ, სიტუაცია შეგიცვლით ეს ადამიანი და ძალიან თავდაჯერებულობას შეგმატებთ. თითქოს ძალასაც მოგცემთ, რადგან თვითონაც ძლიერია და ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლით ამ ადამიანიდან მეგობრებო. გარწმუნებთ 1000%-ით. ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლით ამ ადამიანიდან. ხო. როგორი იქნება ის კიდევ? აი როგორი. ძალიან თბილი, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ერთგული, მეგობრული, მზრუნველი. აი ადამიანი ბევრი თქვენთაგანი ამ ადამიანთან იქორწინებს. კი. ეს არის ქორწინების კარტი. ეს ყველაფრის კარტია. თქვენ თუ კი გექნებათ სურვილი და ორივე სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, იქნებით ქორწინებაშიც მოხვალთ. ეს არის ქორწინების, სიყვარულის, ერთგულების, მხიარულების, ბედნიერების, ნიშნობის და სიკეთის კარტი. მეგობრობის კარტი. სადაც ორივე ერთად ძალიან კარგად გრძნობთ თავს. მეგობრებო. ხო, თუნდაც მეგობრები იყვით, რა პრობლემაა? ხო. ძალიან კარგი მეგობრები იქნებით, ძალიან კარგი პარტნიორები იქნებით, ძალიან კარგი ურთიერთობა გექნებათ. ერთგული, წრფელი და თბილი ურთიერთობა გექნებათ. აქ ღალატი არ იქნება, თუნდაც მეგობრები იყვით. არანაირი ღალატი არ გექნებათ თქვენ მისგან, ამის შიში არ გქონდეთ. რა ურთიერთობაც არ უნდა იქონიოთ ამ ადამიანთან, მეგობრებო. არანაირი ღალატის შიში არ გქონდეთ. აი თავს დავდებთ თუ გინდათ. აი ესეთი ადამიანი იქნება ის. ხო, აი მეგობრებო, აი ნუ რა ვქნა. სტაბილური ურთიერთობა გექნებათ. ძალიან თბილი და ფრთხილი, ძალიან გაუფრთხილდებით ერთმანეთს. ეს ადამიანიც კიდევ უფრო ძალიან გაგიფრთხილდებათ, რადგან მას უკვე გავლილი აქვს ის, რაც თქვენ გაიარეთ, ან ახლა გადიხართ. ამ ადამიანს უკვე გავლილი აქვს, ეს ადამიანი თავისი ცხოვრებით სტაბილურადაა, ძალიან ბევრი მიღწევები აქვს და ძალიან წინდახედულია, მეგობრებო. ამ ადამიანს უკვე თავისი ცხოვრება გავლილი აქვს, ანუ ჭკუანას სწავლია და რაღაცები უფრო ბევრი იცის, ვიდრე ეხლა თქვენ. მოდით, ცუდად არ გამიგოთ, ეხლა რასაც ვსაუბრობ, მაგრამ ამ ადამიანმა ცოტა მეტი იცის უფრო თქვენზე, უფრო გაეგება რაღაცეები, მეგობრებო. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა ვინ რა ასაკში ვართ. შეიძლება ასაკით პატარა იყოს, მაგრამ ბევრი რამე გქონდეს გავლილი, მეგობრებო და ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე გაკვეთილი უკვე იცოდეს, ძალიან აი რა ქვია მაგას უჭკვიანესი ადამიანია, ბრძენი. ეს ადამიანი არის ბრძენი. ხო. ანუ შეგიძლია თუ რაღაცები შეეკითხოთ და პასუხი აქვს ყოველთვის ამ ადამიანს. ხო. ძალიან კეთილგონიერია. ფრთხილი და წინდახედული. აი თქვენ თუ ხართ ძალიან ემოციური და ემოციების მართვა არ იცით, ეს ადამიანი გასწავლის.
თქვენ თუ მეგობრებო, აი რაღაც სიფრთხილე არ იცით, სად რა უნდა, სად თავს უნდა გაუფრთხილდეთ, ან რაღაცა ძალიან გულღიები ხართ, ესეც არ შეიძლება, ამასაც გასწავლით. დააბალანსებთ თქვენს მომავალს, გასწავლით. ძალიან ბევრ რაღაცას გასწავლით, მეგობრებო, ეს ადამიანი იცოდეთ. ხო. ჩავაბრუნე ახლა ის კარტი რაც ჩავაბრუნე, მაინტერესებს როგორ ამოვა და რა შემთხვევაში ამოვა. სამართლიანი პარტნიორი. თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვლება ამ ადამიანის შემოსვლით? მოდი კიდევ მაინტერესებს. თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვლება ამ ადამიანის თქვენ ცხოვრებაში შემოსვლით? მეგობრებო, ნუ რა ვქნა. ბევრი თქვენთაგანი იქნებით მეგობრები. კი, ეს არის პლატონური მეგობრობა, ეს არის მანძილზე მეგობრობა, ეს არის მეგობრობა, სადაც არის ძალიან დიდი დაფასება, დიდხანს იქნებით ასე. ეს არ იქნება მეგობრებო ის, რომ ეხლა უცებ, ეს ჯვრისწერის კარტიცაა სხვათა შორის, ცოტა პერიოდი, რაღაც გარკვეული პერიოდი იმეგობრებთ, ბევრი თქვენთაგანი ასე და კიდევ შეიძლება ეს მივიდეს ჯვრის წერამდეც, მეგობრებო, ნახეთ, მამაო და ორი ადამიანი როგორ დგას და მამაო პირჯვარს წერს. კი. მოკლედ ეს არის წინასწარმეტყველების კარტი, ამ ადამიანს ექნება ნიჭი წინასწარმეტყველების. ხო, ეხლა მეგობრებო, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ძალიან თბილი და საყვარელი ადამიანი იქნება, ძალიან თავდადებული, ადამიანს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი სირთულეები გავლილი და აქვს წინასწარმეტყველური ნიჭი ამ ადამიანს, ეს ადამიანი ძალიან ბევრს არაჩვენებს თავის სახეს, შეიძლება ეხლა იყოს განოლებული ცხოვრებით, გადართული თავის ფინანსებზე, ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში, მეგობრებო, და კი, აი, მესიჯობა ამ ადამიანთან გექნებათ ურთიერთო კონტაქტი უფრო მანძილზე. ხო, და რისი თქმამი და მეგობრებო? ხო, ეს ადამიანი ძალიან ბევრი ტკივილის და განცდის გავლილი პერიოდით არის. ამიტომ არის გავლილი აქვს ძალიან ბევრი რთული პერიოდი ამ ადამიანს და თავის ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც აქვს გადალახული, ძალიან ბევრი რაღაც აქვს ნანახი და ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ბრძნული, მოკლედ როგორ თქვა, ეს ადამიანი თავის ცხოვრებაში უკვე ბრძენია. მოდი ასე ვიტყვი. ხო. ამიტომ მეგობრებო, ამ ადამიანთან გექნებათ უშუალოდ რაღაც პერიოდი, კონტაქტი მანძილზე, ანუ შეტყობინებები, ხო. აქ არის კიდევ ეს ადამიანი არის განოლებული, თავისი ცხოვრება ახალიდან აქვს, ახალი ცხოვრებით ცხოვრობს, არავისთან არ ცხოვრობს, არის მარტო და თავისი ცხოვრებითაა დაკავებული, თუმცა ტრანსფორმაციაშია, რაღაც ტრანსფორმაციის პერიოდს გადის თუ ამთავრებს, მეგობრებო. გადის თუ ამთავრებს. აი ასე. მოდით ახლა ვკითხოთ კარტს. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში, მეგობრებო? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში, მეგობრებო და უყურეთ ახლა, თუ კი თქვენ, ხო, შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა ეს ადამიანი არ მიიღოს, ან ეჭვის თვალი შეხედოს და თითქოს და იფიქროთ, რომ ეს ადამიანი манипуლირებს თქვენზე, ან რაღაც პრობლემებს შეგიქმნით, მეგობრებო. ეს არ იფიქროთ, როგორ უნდა მოიქცეთ და ამ ასეთი რაღაც აზრები დატოვეთ უკან. დატოვეთ უკან, მეგობრებო. და არ ჩაიკეტოთ. არ ჩაიკეტოთ ამ ადამიანთან. არ დაუშვათ იგივე, არ გეგონოთ ის, რომ ესეც მოგატყუებთ, ან ესეც ისეთ იქნება, როგორც ხლა მეგობრები, ან რაღაც დაქალი, ან თქვენი ძმაკაცი, ან თქვენი საამხანაგო, ისევ ესეც ისეთი, ეს არ იფიქროთ, მეგობრებო. ესეთი რაღაც არ იფიქროთ. იმიტომ რომ ეს ადამიანი მოდის თქვენთან ჭკუის სასწავლად, თქვენი ცხოვრების რაღაც შესაცვლელად, შემოთავაზებებით, რაღაც დარიგებებით, მეგობრებო, და თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ადამიანი თქვენზე манипуლირებს. ეს არ იფიქროთ, მეგობრებო. ეს გამორიცხეთ.
ხა. აი როგორ მოდის. მეგობრობით, ერთგულებით, სიყვარულით, ემოციებით. მეგობრებო, აი ძალიან ისე მოდის. ეს მოდის ბარაქით. თქვენ მოგეცემათ ხვავი, ბარაქა. აი თქვენ რაღაცას ენერგიას დაგიბრუნებთ. აი ამ ადამიანის თქვენ ცხოვრებაში შემოსვლით, თქვენ იბრუნებთ თქვენს საარსებო, სასიცოცხლო ენერგიას. თქვენ ან დაპაუზებული სიტუაციიდან გამოდიხართ, ბალანსში მოდიხართ, მეგობრებო, და ამ რთული სიტუაციიდან გადიხართ. ნახეთ, ხვავ და ბარაქს იბრუნებთ, მეგობრებო. სამართლიანად ჩემო ძვირფასებო. ხა. არ გეგონოთ, რომ ყველა ადამიანი, თუ კი ვინმე წარსულში ცუდი იყო თქვენ ცხოვრებაში, ყველა ერთნაირია, ეს არ გეგონოთ. კი, ეხა ამ გაშლას მეც მივიღებ საკუთარ თავზე, მეგობრებო. მეც მივიღებ ამ საჯარო ლაივს საკუთარ თავზე. კი, მეც მეპარება ეჭვი ადამიანებში, მარტო თქვენ არ ხართ ასე, მეგობრებო, მაგრამ შეხედეთ, სავალდებულო ხო არაა, რომ ყველას უცებ ხელი კრათ. არ კრათ ხელი უცებ ადამიანებს, მეგობრებო. იყვეს აცადეთ. კარგს და ცუდს დაინახავთ. ამიტომ უცებ ხელს ნუ კრავთ, ნუ რავის და კარებს ნუ დაუკეტავთ. თუნდაც მეგობრობას. არ თქვათ მეგობრობაზე უარი, არ თქვათ საუბარზე უარი, ნაცნობობაზე უარი არ თქვათ. ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ, მეგობრებო. ამის თქმა მინდა. ხა. იმიტომ რომ აქ არის ნგრევები, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და უკეთესობისკენ და სამართლიანად, მეგობრებო. სამართლიანად, სამართლიანობის კარტი. თქვენს ენერგიებს დაიბრუნებთ სამართლიანად. თქვენს ფინანსებს, ფინანსურ არხს დაიბრუნებთ სამართლიანად. ძალას დაიბრუნებთ, საარსებო რესურსს, სასიცოცხლო ენერგიას დაიბრუნებთ. ეს ამ ადამიანის შემოსვლით თქვენს ცხოვრებაში, თქვენს სასიცოცხლო ენერგიას და რესურსებს იბრუნებთ, მეგობრებო. ეს ჰაერიდან არ მოდის, ეს სამყაროდან მოდის, მეგობრებო. და ამას გასწავლით ეხლა სამყარო აი ამ ტაროს მეშვეობით რომ და გეუბნება და გაფრთხილებთ რომ ხელი არ კრათ ყველას, ვინც შემოდის თქვენ ცხოვრებაში. აცადეთ. თქვენთან სამყარო ისეც არავის აღარ გამოაგზავნით, არ გამოგიგზავნით ისეთ ადამიანს, მეგობრებო, რომ თქვენ კიდევ ვინმე რაიმე დაგიშაოთ, ეს აღარ მოხდება უკვე. ამის შიში აღარ გქონდეთ. ხო. ეს ამის შიში აღარ გქონდეთ. ისე აღარ იქნება როგორც ადრე. ისეთი ადამიანები აღარ შემოვა თქვენთან როგორც ადრე. იცით, რატომ თქვენც უკვე შეცვლილები ხართ. თქვენ აღარ ხართ ისეთები, თქვენ უკვე უფრთხილდებით თქვენს ნაცნობობას, მეგობრებს, საკუთარ თავს. უკვე ფრთხილები ხართ, ამიტომ არ შეგეშინდეთ, მეგობრებო. ხო. არ შეგეშინდეთ. ხო, აი თქვენ გეშინიათ. რომ კიდევ არ მოტყუდეთ და არ გაგიცრუდეთ იმედი ოჯახთან დაკავშირებით. მეგობრებო, ეს წარსულიდან მოდის. ეს მოდის წარსულიდან. წარსულიდან მოდის, მეგობრებო, ეს ჩაკეტვები, ეს იმედის გაცრუება, ფინანსების დაკარგვა, ეს ყველაფერი მოდის წარსულიდან, მეგობრებო. ეს მოდის წარსულიდან. ამიტომ გაუშვით, ეს შიშები გაუშვით. გაუშვით, მეგობრებო. გაუშვით და ყველაფერი იქნება კარგად. მიენდეთ სამყაროს, მიენდეთ უფალს. ხა. გამოდით ამ ტყუილებიდან, გამოდით აქ გასასვლელი გაქვთ, გამოდით. გამოდით, ნუ გეშინიათ პრობლემები, მოგვარდება, ეს არის სამკუთხედების კარტი, მაგრამ ეს არის კიდევ გამარჯვების კარტი. ამავე დროს დაასრულდა თქვენი წამება, დაასრულდა თქვენი ნერვიულობა, დაასრულდა თქვენი სამკუთხედები. თქვენ უკვე იქ აღარ შეხვალთ, აღარ დაბრუნდებით, მეგობრებო. არ შეგეშინდეთ ამის. თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება მოულოდნელად, თუმცა შიში გაქვთ კი, მაგრამ არი ნერვიულოდ. გამოდით ამ თვარედან, გეუბნებათ სამყარო, რომ გამოდით ამ თვარედან. გამოდით, წადით, გადით ამ თვარედან, გამოდით. ხო. გამოდით, უნერვიულოდ. ყველაფერი დასრულდა, ცუდი დარჩა უკან. ამის უძილობა, ეს ყველაფერი უკვე დამთავრდა, მეგობრებო. ხო, დამთავრდა. ეს არის იმის შედეგი ზუსტად, რომ თქვენ ამდენი იბრძოლეთ საკუთარ თავთან.
ამ განმარტოებაში, ამ ბრძოლაში, ვინ რაში ხარჯავდით ამ ცუდ ენერგიას, მეგობრებო. ხო რთული იყო, ვიცი რომ ძალიან რთული იყო, ბევრს აღარ გეძინათ ღამე. ხო. ღამე აღარ გეძინათ, მეგობრებო. ღამით უფრო ცუდად იყავით, ასე რომ. დასრულდა ეს ყველაფერი. აი, ახლა ახალი ცხოვრება იწყება თქვენთან. ახალი ცხოვრება იწყება, მეგობრებო, თქვენთან. ხო. აი რა ვქნა, აი ნახეთ მეგობრებო, ხო, აი ნახეთ. ბოლო 4 კარტი. ხედავთ ხო? ბოლო 4 კარტი. ბოლო 4 კარტი არის იმის რომ ეს ყველაფერი თქვენ ჯერ არ იცით. ეს კარტი არის დამალულის კარტი. ხო, თუმცა კი ეს არის ადამიანი, რომელსაც ჯერ კარგად არ იცნობთ. ეს არის ხო ისეთი ადამიანი, რომელსაც ჯერ კარგად არ იცნობთ და კი ამ ადამიანს აწი გაიცნობთ უფრო კარგად. მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში. კი რაღაც თავისებურად ჯიუტი იქნება, მაგრამ არა უშავს. სიჯიუტე ისეთი ვიცი მეგობრებო, რომ ვაიმე. ხო, ასე რომ მეგობრებო, ელოდეთ კარგ ამბებს, მნიშვნელოვან ამბებს ელოდეთ ამ ადამიანიდან და არ შეგეშინდეთ ამ ადამიანის შემოსვლის თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო. მიიღეთ ეს ადამიანი, მიიღეთ და გაიცანით. ხო, ნუ შეგეშინდებათ ნაცნობობის. ნუ შეგეშინდებათ, მეგობრებო, ასე რომ თუ არ გაიცანით და თუ არ დაახლოვდით, კიდე ვერ გაიცნობთ ადამიანს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, არ ვიცი ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრი მეკითხებით, სად შევიძინე ეს ტარო, დასტა. ეს არ მიყიდია ჩემმა ნათესაომა, ჩემმა მეგობარმა დაქალმა, გოგომ, მაჩუკა, მას საიდან ქონდა მანც არ იცის. სახლში მაქვსო, ესე მითხრა, რაღაც კარტიო, დასტაო და აქ გამოაგზავნია თავის შვილს, მეგობრებო და რო დავინახე ეს ხელში რო ავიღე ეს კარტი, აი სიხარულიდან ესე კანკალი დამაწყებია. კი, ძველი დასტაა, მეგობრებო. აი ესეთი ფოტოთი. მეც ბევრჯერ შემხვდა, კიდევ ვიღაცას აქვს ესეთი. TikTok-ზე აქ შემხვდა ძალიან ბევრჯერ, რომ ვიღაცას აქვს კიდევ ზუსტად ესეთი. ხო, ქართული ტაროს დასტა. ძველებური და ძალიან დიდი ძალა აქვს, ძალიან დიდი ენერგია აქვს ამ დასტას, მეგობრებო. ფარაონი ახატია და ძალიან სასიამოვნოა, სასიამოვნო შეგრძნება აქვს, როდესაც გიკავი ახლში თან აქვს ორივე მხრიდან ან ესეც იკითხება და ესეც გადმოbrunებული. კი. მეც რომ შევხვდებოდე, კიდევ ვიყიდი ძალიან ბევრს ასეც. ძალიან ბევრს ვიყიდდი ასეც, მეგობრებო. კი, იმიტომ რომ ძალიან კარგი სასიამოვნოა ხელში, როდესაც გიკავია. 78 ცალია შით. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო და ესეთი იქნება თქვენი სამართლიანი პარტნიორი, რომელიც შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ან უკვე შემოსულია. ძალიან სასიამოვნოა, მივიღებ მადლიერებით. მე პირადად ეხლა როდესაც დავამთავრებ ლაივს, მეგობრებო, არ ვიცი თუ იცით, ბევრჯერ მithქვავს, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, ყოველთვის უსმენ ჩემს საჯარო ლაივს თუ საჯარო გაშლებს. და არ ვიცი, იმიტომ რომ არ მაქვს კონტროლი, ზოგჯერ იმდენად შევდივარ საუბარში, კონტროლი არ მაქვს, რას ვლაპარაკობ, რას ვსაუბრობ, მეგობრებო, და მაინტერესებს, მაინტერესებს რა ვისაუბრე, რა მოვიტანე თქვენამდე, რა შინაარსი მომაწოდა ამა თუ იმ დასტებმა, ამიტომ მაინტერესებს და მეც ვუსმენ. აი მე მეგობრებო, გადის დღეები და შოქს ვღებულობ, იმიტომ რომ დედას გეფიცებით თუ ტყუოდე, ბევრი რაღაცა ჩემი ნათქვამიდან ამიხდა. ძალიან ბევრი რამე დამხვდა წინ, ჩემი ნათქვამი, ასე რომ ირწმუნეთ, მეგობრებო. ხო, აჩეხილი კარტი. სამყარო. ეს არის სამყაროდან გამოგზავნილი ადამიანი. ამ ადამიანს გაიცნობთ ინტერნეტით.
ან გზაში, ან ინტერნეტით. ეს არის პარტნიორი, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ეს არის ადამიანი, რომელიც ან მეგობარი, რომელიც დაგიბრუნებთ რწმენას და იმედს, რომ თურმე კარგი ადამიანებიც არსებობენ ამ ქვეყანაში. ეს არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაში, რომლის მოსვლა თქვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის. ხედვას შეგიცვლით ამ ცხოვრებაში, ადამიანებზე წარმოდგენას შეგიცვლით უკეთესობისკენ და ზოგადად გასწავლით ცხოვრება როგორ შეცვალოთ. ერთი წუთით მეგობრებო, ერთი წუთით ვერიფიკაციას მთხოვს ეკრანი. აჰა, მადლობა უფალს. ხო და მოკლედ ამ ადამიანის შემოსვლით თქვენ ცხოვრებაში, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ, რწმენას დაგიბრუნებთ, იმედს დაგიბრუნებთ, მიხვდებით იმას, რომ თურმე ყველა ერთ ტაფაში მოსახარში არაა, მოდი ასე ვიტყოდი. ხო, გასწავლით ზოგადად ბევრ რამეს სასიკეთოდ, მეგობრებო, მიხვდებით რომ ერთგულება და კარგი ადამიანები არსებობენ და ფასობს, ძალიან ბევრ რაღაცას გასწავლით მოკლედ ეს ადამიანი. კი. სამართლიანი პარტნიორი მეგობრებო. ასტრა ბარათებსაც ვკითხოთ, ხო, აი პირდაპირ პირველი კარტი იყო ასეთი. კიდევ რას გვეტყვის? კიდევ რას გვეტყვის? ერთი წუთით მეგობრებო, ერთი წუთით. ხო, კიდევ რას გვეტყვის კარტი? კიდევ რას გვეტყვის ახალ პარტნიორზე? ასტრა ბარათები. კიდევ რა იქნება? მეგობრებო, არ ვიცი ახლა, არ ვიცი მეგობრებო. არ ვიცი ახლა საკუთარი თავი შევიქო თუ რა გავაკეთო. ეს არის ადამიანი, მაგი და არ ვიცი ახლა შეიძლება მეც ვიყო, ძალიან ერთგული მეგობარი შემიძლია ვიყო თქვენი, თუ კი თქვენი სურვილი იქნება. კი ბატონო, თუ არა და შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი ეს ადამიანი, ვინც შემოვა თქვენ ცხოვრებაში. თუ შემოსულია და მე ვარ ეს ადამიანი, მიგიღებთ დიდი სიყვარულით და მადლიერებით, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, ამ კაც არ ველოდი, მაგრამ ველოდი, რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ ამოვიდო და აქ არის კიდევ ტოლერანტობის კარტი, რომელსაც აწერია, რომ ეს ადამიანი ასაკის და ერის და რასის მიუხედავად ნებისმიერ ადამიანთან იმეგობრებს, კი, ძალიან ტოლერანტულია და ძალიან ერთგულია და ძალიან ისეთია. კი. აქ იქნება ორმხრივი მეგობრობა, აქ იქნება ორმხრივი სიყვარული, აქ იქნება ორმხრივი ერთგულება და დაფასება, აქ იქნება ორმხრივად, როგორც თქვენ იქნებით მის მიმართ, ისეთი იქნება ეს ადამიანიც თქვენს მიმართ მეგობრებო. რასაც გასცემთ, იმას დაგიბრუნებთ ეს ადამიანი. ხო. აი, რასაც გასცემთ, იმას დაგიბრუნებთ ეს ადამიანი მეგობრებო. აი ზუსტად. კი. ხო, აი ეს კარტი იყო ქვემოდან. როგორიც იქნებით მისთვის, ისეთი იქნება ის თქვენთვის. ხელს თუ გაუწვდით, ისიც გამოგიწვდით, მეგობრებო. ანუ ხო გეუბნებით, თანაბარი ურთიერთობა გექნებათ. აქ მარტო თქვენ, მარტო ის არა. იქნებით თქვენ. მარტო შენ, მარტო ის არა, თქვენ. თქვენ მეგობრებო. ანუ ჩვენ, ან ერთი, ან მეორე არა. აქ იქნება ჩვენ. ხო. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. აკიდევ, ქვემოდან რა კარტია? ქალი ძლიერი, ქალი დედა. შეიძლება მამა, ნუ ეხა ვინც მიყურებთ, არა აქვს მნიშვნელობა. მეგობრებო, ვინც არ უნდა მიყურებდეთ ეხლა. ადამიანი რაზია გაშლა და სამართლიანი პარტნიორი, რომელიც შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ან შემოსულია, ან შემოდის. ქალი ძლიერი, მხოლოდ მე ვიცი. ქალი ძლიერი, მხოლოდ მე ვიცი. ნუ ეხლა მეგობრებო, თქვენი გადასაწყვეტია ვინ რა იცით. ხო. ანუ ეს არის ადამიანი ძლიერი. ოჯახის მოყვარული, მშრომელი, ერთგული, პატიოსანი, იცის ადამიანებიდან მიღება და გაცემა.
ბალანსი იცის. ეს არის კიდევ ადამიანი, რომელიც მეგობრებო, არის ინიციატორი, ძალიან გონებამახვილი, სტრატეგიული, ძლიერი, თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონი, მაგი, ეს შეიძლება იყოს გამომძიებელიც, ანუ თავდაჯერებული ადამიანი, რომელმაც იცის თავის ფასი და ურთიერთობის ფასი. ხო, აი უძლიერესი, ეს ადამიანი არ გაგწირავთ, ეს ადამიანი ზურგს არ შეგაქცევთ, ეს ადამიანი არ გიპოდლებს და არ გიღალატებთ, ზურგიდან დანას არ ჩაგცემთ, ეს ადამიანი მოკლედ გაჭირვების დროს თუ კი გჭირდებათ თქვენ და მან იცის უთქვენოთ, თქვენი თხოვნის გარეშე გვერდით დაგიდგებათ მეგობრებო, აი რა ვთქვა უბრალოდ. თქვენ მასთან კითხვის დასმა არ დაგჭირდებათ. ეს ადამიანი არის ისეთი, რომ მან იცის, მას ეცოდინება თქვენ რა გჭირდებათ და ის თქვენი თქმის გარეშე დაგეხმარებათ. ამის თქმა მინდა. მაგრამ მეგობრებო, თვითონაც იგივეს მოითხოვს თქვენგან. ანუ ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ. ეს ადამიანი თქვენ რასაც გასცემთ, იმას დაგიბრუნებს. და ეს ადამიანი თქვენ რასაც მოგცემთ, იგივე ერთგულებას მოითხოვს თქვენგან. ანუ ხვდებით ხო? ხელი ხელს ბანს და ორივე პირს. ეს ადამიანი ღალატს არ გაპატიებთ. ეს ადამიანი არც თვითონ გიღალატებთ. ეს ადამიანი თქვენ მეგობრებო, ხა დედმამიშვილობაშიც თუნდაც მოდის რაღაც გაუგებრობა, მაგრამ ამ გაუგებრობას ახსნა უნდა კონდეს. ეს ადამიანი კარებს უკან არ დაგტოვებთ, კარებს არ მოგიხურავთ და ქუჩაში არ დაგტოვებთ, მაგრამ იგივეს მოითხოვს თქვენგან. ხო. ანუ ხვდებით ხო? აი ესეთი სამართლიანი იქნება ეს ადამიანი. ხო. როგორც თქვენ, ასევე ის. როგორც ის, ასევე მოითხოვს ის თქვენგანაც. კი არ მოითხოვს მეგობრებო. ელოდება თქვენგანაც. ეხლა როგორც გინდათ ისე მიიღეთ, გინდა ელოდინი მიიღეთ და გინდა მოთხოვნა მიიღეთ და გინდა თხოვნა. ხო. ძალიან აი არ ვიცი, ძალიან კარგი ერთგული მეგობარი, თუ კი შეიძლება ვინმეს ენდოთ, იქნება ეს. ეს ადამიანი იქნება თქვენთვის. ხო. ადამიანი, რომელიც ქუჩაში არ დაგტოვებთ. წვიმაში არ დაგტოვებთ. ამ ადამიანის გვერდით არ მოგშივდებათ, არ მოგწყურდებათ, არ შეგცივდებათ და ხო, აი არ გაგიჭირდებათ საიმისოდ, რომ რაიმე გულის ტკივილი იგრძნოთ. აი ესეთი იქნება უძლიერესი. ძალიან კარგი მეგობარი იქნება თქვენი. 2 4 6 და კიდევ ერთი კარტი. თქვენი ახალი პარტნიორი, ახალი მეგობარი, ახალი პარტნიორი. როგორი იქნება? ხო, აი მეგობრებო. გასწავლით დამოუკიდებლობას. თვითონაც დამოუკიდებელი იქნება და თქვენ ამ ადამიანთან თავს შებოჭილად არ იგრძნობთ. არ დაგრუზავთ. აი მარტო ჩემთან იმეგობრე, არც ამას არ გეტყვის. ან იქ არ წახვიდე, თუ კი პარტნიორობაში გადავა თქვენი ურთიერთობა, დამოუკიდებლურ ცხოვრებას მოგანიჭებთ. არ ჩაგკეტავთ, არ დაგიშლით, ის არ ქნა, ეს არ ქნა, იქ არ წახვიდე, აქ არ წახვიდე, მაგრამ ვერც მას ვერ მოუშლით ვერაფერს. ანუ ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ. ხო, ეჭვიანობის საბაბი არ გექნებათ თქვენ და არც მას არ ექნება, მაგრამ არც თქვენ თუ კი მოგცემთ ეს ადამიანი თავისუფლებას ურთიერთობაში, იგივეს მოითხოვს თვითონაც, ვერც მას მოუშლით ვერაფერს. ხო. ვერც მას მოუშლით ვერაფერს მეგობრებო. ამიტომ იყავით ამ ადამიანისგან ესეთი გულღია იყავით მასთან, იყავით გულწრფელი მასთან. რასაც ფიქრობთ, ის უთხარით ადამიანურად. ლამაზად უთხარით მეგობრებო. ისაუბრეთ, თქვენი გულის ტკივილი ისაუბრეთ, თქვენი სურვილები ისაუბრეთ. აი ისევე ისაუბრებს თვითონაც. თქვენ თუ ჩაიკეტებით, ისიც ჩაიკეტება და თქვენი ურთიერთობა, თქვენი მეგობრობა არ შედგება. პირდაპირები იყავით მასთან. თვალთმაქცობა არ გიჭირდებათ ამ ადამიანთან. ხო.
ეხლა თუ კი მამაკაცებო ქალბატონს გაიცნობთ ესეთ ადამიანს, ამ ადამიანს თქვენ ვერ მოუშლით მოკლეს ჩაცმას, ცოტა გულმოღებულის ჩაცმას, მეგობრებში წასვლას, აი ესეთ რაღაცებს თქვენ ვერ მოუშლით. ამ ადამიანს თქვენ სახში ვერ ჩაკეტავთ მამაკაცებო. ეს არც იფიქროთ, უბრალოდ. აქედან გაფრთხილებთ. ესეთი რაღაცა არ იფიქროთ. ან აქ არ წახვიდე, ან იქ არ წახვიდე, მე არ მინდა რომ წახვიდე, შენ ამას ვერ გააკეთებ, შენ ამას აი ესეთი რაღაცა ამასთან არ გაგივათ. იცოდეთ. იმიტომ რომ არც თვითონ მოგიშლით. თვითონ არ იქნება ესეთი თქვენს მიმართ. ძალიან თავისუფალი იქნებით თქვენ მასთან. თქვენ ეს ადამიანი არ ჩაგკეტავთ. თქვენს ყავთ ხო მეგობრები, მასაც ეყოლება. თქვენ გინდათ ხო სადღაც წასვლა, ამ ადამიანსაც ენდომება. თქვენს გიყვართ ხო რაღაც კარგი დროს ტარება, ამასაც ეყვარება მეგობრებო, ასე რომ ის რაც თქვენ გიყვართ, მასაც ენდომება, ამიტომ რაც თქვენ არ გინდა რომ მოგიშალოთ, ვერც მას ვერ მოუშლით. აი ამის თქმა მინდა ზუსტად. ეს უნდა გაითვალისწინოთ, მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი ძალიან კარგად გექნებათ. ხო, ძალიან კარგი მომავალი აქვს, აი, ქვემოდან ესეთი კარტია, ეს არის კეთილშობილება და ეს ადამიანი იქნება ძალიან კეთილშობილური და თავისი საქციელებით და ასევე კეთილშობილურ საქციელებს დაელოდება თქვენგან. მოითხოვს და დაელოდება სხვანაირ საქციელებით არ მიგიღებთ ეს ადამიანი. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ურთიერთდაფასება და ურთიერთპატივისცემა ურთიერთობაში, რასაც დააფასებს ეს ადამიანი ყოველთვის. აი ხო გეუბნებით მეგობრებო, აბა უბრალოდ დაუფიქრდით, ვინმე ყავდათ ესეთი მეგობარი აქამდე? ყავდათ ესეთი მეგობარი ვინმე აქამდე, რაც მე ახლა აღვწერე ამ ადამიანის სახით? არ ყოლიათ მეგობრებო და არც გეყოლებათ. ამიტომ კარგად გაუფრთხილდით ესეთი ადამიანი თუ კი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ესეთი მეორე თქვენ აღარ გეყოლებათ. იცოდეთ. და არ დაკარგოთ. ანუ უყურეთ ეს არის ორმხრივი სიყვარულის კარტი. ანუ უყურეთ ეს არის 4-იანი და ამ 4-იანს აქ ახსნა გრძნობა ორმხრივი. ანუ ორმხრივი, რასაც გასცემთ, იმას მიიღებთ ამ ადამიანიდან. და ეს ადამიანი, რასაც გასცემს თქვენთან, იგივე უნდა დაუბრუნოთ თქვენ. სხვანაირად არა. სხვანაირად ამ ადამიანთან არ გამოგივათ. ეს ადამიანი თქვენ გამო ქარცეცხლს გაივლის. ეს არის ქალი, რომელიც და მამაკაცი, რომელიც ქარცეცხლს გაივლის, მეგობრებო. თქვენს გამო იომებს, იბრძოლებს, გიერდგულებთ სიკვდილამდე. ეს ადამიანი სიკვდილამდე თქვენი ერთგული იქნება, მაგრამ თქვენც უნდა იყოთ იგივე მასთან. ამის თქმა მინდა. ხო, აი ესეთი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ დააფასეთ ის, რასაც სამყარო გიგზავნით და გაძლევთ მეგობრებო და გარწმუნებთ ძალიან კმაყოფილი დარჩებით. კი. მოკლედ მოგესალმებით ყველას. ვინც ახლა შემოგვიერთვით, მართალია ცოტა დაგვიანებით, მაგრამ არაუშავს მეგობრებო. დიდი სიყვარულით და დიდი მადლიერებით მივიღეთ ყველას. ამიტომ ჩემი სფერო ყოველთვის ღია იმ ადამიანების, ვისაც გულით და სულით სურს, რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს. ხო. ძალიან ბევრ საინტერესო მიმართულებას იპოვით და გაიგონებთ აქ. თუნდაც აქ და თუნდაც სხვასთან, სხვების გაშლებში და საჯარო ლაივებში მეგობრებო. კი, თქვენსაც მაინც წაიკითხავთ და გაიგონებთ ასე რომ. კი, ამის გარანტიას გაძლევთ. მოკლედ,